მოგესალმებით, დღეს მინდა გაჩვენოთ უფასო მასტერკლასი, თუ როგორ უნდა წავიკითხოთ ახმედი ესაია წინასწარმეტყველის 42 თავში. შეგახსენებთ, რომ ფილოსოფიის კრიტიკოსების თანახმად ფილოსოფია არის იმაზე საუბარი, რაც არ იცი. ამ ხრივ ოპონენტი ნამდვილად ფილოსოფოსია. მაშ დავიწყოთ. მობილიზდით, რადგანაც წაკითხული ტექსტის განაძებას დიდი მნიშვნელობა აქვს. დავიწყოთ სიტყვა ახმედი და დავიწყოთ. პირველი ასობგერა ეს არის ელიფი. ალეფ, რაც მოუნიშნავთ აუცილებლად და გვაჩვენოთ ალეფი არამეულშიც და ებრაულშიც. და მოდი ვნახოთ არის თორე ჯერ ტექსტი ებრაული დამწერლობით თუ არამეული, იმპერიალური არამეული დამწერლობით. მოდი განვიხილოთ ზოგიერთი ასობგერები, მაგალითად, ეს ასობგერა, ეს და ეს. ეს არის იოდი. დავაკვირდეთ, ზუსტად ეს ასობგერა არის. მაგრამ ნახოთ იოდი როგორია ებრაულში. არანაირი მსგავსება არ არის, ცოტა მსგავსება არის, რა თქმა უნდა, იმპერიალური არამეული და ებრაული ერთმანეთს გავს, რადგანაც ერთი საფუძველი გააჩნიათ. გავაგრძელოთ. მეორე ასობგერა ეს არის ხო, ხეთი და ამას შემდეგში უფრო დეტალურად განვიხილავთ. მესამე ასობგერა ეს არის მე. მოდი მოვუნიშნავ მიმასოს. მოდი ვნახოთ როგორია მუ ასობგერა ებრაულში. ვნახავთ წრეს გავს. და ამ მისთან ეთმოხსა და ახმედს შორის საერთო არის მიმი. და თუ მიმი, მუ ასობგერა არის საერთოდ, მაშინ ეს ასობგერა გამოდის მიმი. მოდი ვნახოთ როგორია იგი არამეულში, ეს და მასზე გადაბმულია ვავი. ამას გადაბმულია კერს. მოდი მიმს რომ გავუკეთოთ, ეს ვავი, ზუსტად იგივეს მივიღებთ, როგორც ზემოთ. და ამას არანაირი კავშირი არ აქვს და ეს ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ტექსტი იმპერიალურ არამეულ ალფავიტით წერია. გავაგრძელოთ. შემდეგი ასობგერა არის მიმს და რაც აცმად, ახმა და მესამე ეს არის დუ. მოდი გაჩვენებთ დუ ასობგერას ჯერ არამეულში. დალეთ, ორიანივით, ოთხიანივით არის, დაახლოებით დააკვირდი ოთხიანით და თან აქვს მას და მოდი დალეთი როგორია პიტაბი ხაზი აქვს. მოდი, აქაც ვაჩვენოთ დალეთი. პიტაბის სწორი ხაზი აქვს და არა ასეთი მომგვალებული როგორც ტექსტშია. ხოლო შემდგომი არის ბო, რომელიც არ არის ტექსტის შინაგანი. ეს არის ნაცვალ სახელი. დავიწყოთ პირველი ის არის ჰენი. შემდეგი ავდი, რაც ნიშნავს მსახურს. ავდი, შემდეგ ახმედი. შემდეგი ბო, რაც ნაცვალ სახელია, რაც ამას წარმოადგენს. შემდეგი სიტყვა ეს არის ბახირი. შემდეგი ასობგერა, შემდეგი სიტყვა ეს არის რათათზა. აქ გავიხილავთ თავს. ასობგერა თავს. რათათზა და ბოლო სიტყვა ამ რასაც ჩვენ განვიხილავთ, ეს არის ნაფში. კარგით. დავიწყოთ. მოდი დავაკვირდეთ ნათათშაში თავს. მოდი ვნახოთ აქვს თუ არა რამე მსგავსება აქ თავში. მოდი განვიხილოთ ეს თავ. ეს არის თავ, გადაბმული არის მის წინა და
მის შემდეგ ასობგერებზე, აი მაგალითად აქ თავს, რომ აი ასეთი ფეხი გავუკეთოთ გადამისას, აი ასეთი ფეხი გავუკეთოთ, იგივე მივიღეთ. ხოლო აქ თუ ეს თუ თაუა, რომელიც გამორიცხულია, ეს თუ თაუასოა, რომელსაც თქვენ ამობთ, რომ 10 მოხში ეს თუა, აი თუნდაც თქვენ 10 მოხში უნდა იყოს აი ეს ხა. აი ნახეთ როგორი ისტორია, აქ პირდაპირ აქვს მოხრილი, არ გამორიცხულია. ანუ ვინც ებრაულ და არამეულ ტექსტში ერკვევა, ის ეგრევე გამორიცხავს 10 მოხს. აი თუ მაგრამ რატომ არ არის გადამული ის ელიფსზე? ებრაული ენის ლიგატურა გამორიცხავს ხ ასოს რაიმეზე გადამას. რაც პირდაპირ ჩანს. ხოლო ეს რომ თუ ყოფილიყო, თუ გადაბმადია და ვხედავთ რომ მას წინ და უკანასო გადაება. და შესაძლებელია თუ აქ თუ გადაება, აქაც გადამული იქნება, რადგანაც ლიგატურა ამას მოიცავს. თუ ვისაც სურს რომ აკადემიური წყარო იხილოს ამ თემასთან დაკავშირებით, მე შემიძლია ურჩიო ძალიან ძლიერი აკადემიური წიგნი, რომელიც ამ ფორმებს განიხილავს, ეს არის იაკობ ნიუმანის წიგნი, რომელიც არის აკადემიური წყარო, აკადემიური წიგნი არამეულის შესახებ და თუ ვისაც აკადემიური მანიპულირებს, შეუძლია მან თვითონ აკადემიური წიგნით იხემძღვანელოს. და კიდევ შემიძლია მე თვითონ გამოგიგზავნოთ ჩემი ნაშრომი, რომელიც არის ებრაული ტექსტების, ისლამური ტექსტების განხილვა და შეგიძლიათ ჩემი წიგნიც იხემძღვანელო. მასში არის კალიგრაფიის, გადავმის, ასომგერების განხილვის საკითხები, რომელიც აღებულია აკადემიური წყარო და შემიძლია ჩემი წიგნიც გირჩიო, არ არის პრობლემა და ბოლოს გავიგეთ რომ საფლავი გაგიმზადებიათ, შენ დაგჭირდება დიდი ალბათობით უკვე და აი ეს მომსახურება იყოს ჩვენიდან. არასოს არ გიყვარდა და ახლა მით უმეტეს არ გინდა სიმართლე შემიძლია არ მინდა ძმაო ხო არ მინდა სიმ რატო დევიღალე ძმაო ამ სიმართლე იცი დეიღალე აუ გეუნები დევიღალე ახლა ვეღარ ვიტანავ სიმართლე არასწორს გეუნები არ მინდა სიცრუეში მინდა ცხოვრება სიმ ხო მოდუნება მინდა ძმაო პატარა აი მე ვიტყო მინდა საკუთარი თავი სიმო რომ მოდუნდე იგი მინდა დევიღალე